აი ხვალ რომ თქვათ, აი ითხოვს ოპოზიცია, არჩევნებს თქვენ ადრე ერთ-ერთი ისაუბრეთ ამაზე. რა რესურსი აქვთ, აი აბსოლუტურად აი გულწრფელი პასუხი მინდა თქვენგან. აი ამ სიტუაციას რასაც უყურებს თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. დღეს ქართული ოპოზიცია მოუგებს ხელისუფლებას ხვალ რომ დაინიშნოს არჩევნები. ეს რესურსი დღეს აქვს ოპოზიციას? ხვალ რომ დაინიშნოს არჩევნები, მე წარმოუდგენელი მგონია, რომ აქ მოხერხდეს გამარჯვება ოპოზიციის. რატო? იმიტომ რომ ხვალ არჩევნები ჩატარდეს, ეს არჩევნები არ არის, რასაც მე ჩვენ ვიძახით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროკურატურა დათმოს, ბიძინა ივანიშვილმა დაგვითმოს CSKO, ბიძინა ივანიშვილმა დაგვითმოს SUS-ი. ეს ეს ისეთი რაღაცეებს ვითხოვთ, ეგ თუ ბიძინამ ან მაგას კი აღარ გთხოვ, ეგ უნდა მოხდეს, ან გაიცვლა, ანუ ეგ როგორ ამეცი პროკურატურა თუ მომეცი ის თუ მომეცი საგარეო კურსი მე ჩამაბარე და ყველაფერი რაღაცნაირ ხელისუფლებაში შესაძლოა ყოფილა ხელისუფლებაში ხო და როგორ იქნება ამიტომ არჩევნები იმ შემთხვევაში როგორც უნდა ტარდება და ეხლაც პარტიამ რომ ჩაეხალა დაინიშნოს ხვალ ქართულ მოცემამ არჩევნები ვერაფერს ვერ იტყვი რატო უნდა იყოს განსხვავებული შედეგი ვიდრე იყო 2024 წლის არჩევნებთან მიმართებაში აწი ან მოგიწევს ყოველ ჯერზე ისეთი ტიპის არჩევნებზე უარის თქმა ან ბ მოგიწევს იმის თქმა რომ არ დაფიქსირებულა ის უპირატესობა რა უპირატესობა საჭიროებს იმისათვის რომ ამ ტიპის ქვეყანაში მოიგო ესეთი ტიპის არჩევნები როგორიც ტარდება როგორიც ჩატარდა 2012 წელს როგორიც ჩატარდა 2018 წელს როგორიც ჩატარდა 2024 წელს ანუ რა უნდა ოპოზიციას რომ ყველაფერი გადავიდეს და თვითონ ჩაატაროს არჩევნები და გავუშვას მე გეუბნებით განწყობილება გასაგებია რომ ოპოზიციური აზრი არის ქვეყანაში მაგრამ რეალურად ისეთი მასშტაბური განწყობილება აქვს ოპოზიციას დღეს რასაც უყურებს საზოგადოება რომ ხვალ ხელისუფლებას მოუგოს არჩევნები არაფერი რო არ იყოს დარღვევაზე მე დარღვევებზე არ გესაუბრებით და გაყალბებაზე რეალურად შეუძლია ოპოზიციას მოუგოს ხვალ რომ არჩევნები იყოს რასაც დღეს უყურებს ოპოზიციის ქმედებებს ადამიანები ხვალ მარჩევნები იყოს იქნება ისე როგორც 2024 წელს იყო რაც იმას ნიშნავს რომ პარტიას აქვს თავისი რაღაც ბიუროკრატიული სტრუქტურა მას დამატებული ბიუჯეტი და მას ეს კოორდინატორები და ყველა მიცით რა ხარჩევნები ყველა პარტიას ყავს კოორდინატორები ხომ არა ჩვენ მიცით რა სხვა როცა კოორდინატორი ჩემ მასწავლებელს უყურებ რომელიც ხალხას იღებს მისთვის რომ ვითომ მასწავლებელი იყოს და მე ამას აკეთებს მაგრამ ჯამში რეალობა არის ეგეთი ამ ქვეყანაში ან უნდა გქონდეს იმის ერთი ადგილი და მკაფიოდ თქვა რომ მე რასაც ვითხოვ სინამდვილეს შეგარის რომ ქართული ოცნების ხელისუფლების რა უშიდობიანს დაარქვათ აზიან დაარქვათ რევოლუციას ვახდენ ოღონდ და ეს მე ფობდება არჩევნების გზით